ხან მეკითხებიან ხოლმე რა, ну, კაი, ხა ეს გავიგეთ, სიმართლე გულახდილი იყო, მოძებნე შენ თავი გამარა. აი ეს სიმართლე, სიკეთე, ადამიანური კავშირები, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ როგორ გინდა ეს ყველაფერი გააკეთო ამ სამყაროში, რომელშიც, ну, ძალიან არეულია ყველაფერი, ხო? ანუ ერთი მეორეს ვერ იტანს, აგერ შიგნით ჩვენ ქართველებმა ერთმანეთს რა უქენით, ყველა ერთად რუსს ვერ ვიტანთ, ის რუსი იმკრა, ანუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ უკრაინა, პოლონეთი, აქეთკენ რა თქმა უნდა სხვა ის არის, ევროპა სხვა ყაიდაზეა, ჩინეთი სხვა ყაიდაზეა, არაბები სხვა ფიქრობენ, ყველას თავთავიანთი მტერი და ყველას თავთავიანთი მოსისხლე მტერი დაუგროვდა და რა გვეშველება? არ აღდგინათ, რომ თქვენ ბავშვები ახლა რომლებიც მივლენ სკოლაში თუ არ დადიან უკვე რას ისწავლიან, როგორები გამოვლენ და საბოლოო ჯამში რა სამყაროში მიყვავს ეს ბავშვები, ხო? ანუ კარგია ბრძოლა და ვეუბნებით, რომ კი, ვიბრძოლოთ, გავაკეთოთ ბევრი რაღაცა, მაგრამ რას ვებრძოლოთ და რისთვის ბრძოლობთ და საბოლოო ჯამში რა გვინდა, რატო გავიწყდება და არ ვიცი, მე ძალიან რადიკალურ ეს იდეას გთავაზობთ, ამნეზიას გთავაზობთ, დავიწყებას გთავაზობთ ტრავმების და ამნეზიას გთავაზობთ იმ კუთხით, რომ მოდი ერთად ვიფიქროთ რა, თუ კი მე სკოლაში 11-12 წელი უნდა ვასწავლო ყველაფერი ის რაც ხდებოდა კაცობრიობის ისტორიაში, მათ შორის ჩემი ქვეყნის ისტორიაში, როგორ რამ იქნეს, როგორი საშინელებები, მოყვა ძალიან ბევრი ტრავმა უნდა ვასწავლო. ისტორიას ვასწავლით, ტრავმას ვასწავლით. ეხლა იქნება და თუ კი პორნოგრაფიას არ უჩვენებთ ბავშვს რაღაც წლამდე, ისტორიაც რაღაც წლამდე არ ვასწავლოთ. იმიტომ რომ ის ებრაელი და პალესტინელი ბავშვი ერთად სადღაც დაიბადნენ კუბანში და თამაშობენ კარგად, სანამ ერთი მეორე სკოლაში სადღაც მშობლები, მერე წრე, მეგობრები ასე შემდეგ არ იქნება და მერე არ აღმოაჩენენ და სადღაც 15-20 წლის მერე იარაღს არ აიღებენ ხელში. სხვადასხვა კარგი საქმისთვის. ისიც იმას ფიქრობს, ისიც იმას ფიქრობს. ის რუსიც ფიქრობს, რომ რაღაცა ეხლა ყველა გვიტევს. გასაგებია, ახლა ნახეთ, როგორ ყოველთვის არის ხოლმე ადამიანებში ესეთი ის, რომ ხომ არა იმან დაიწყო, ის არის ბოროტი, ეს არის ვინ რა დაიწყო ძალიან ხშირად. ესეა ხოლმე სხვათა შორის დავანებოთ თავი პოლიტიკას, ურთიერთობებშიც ესეა, მეგობრობაშიც ესეა, საზოგადოებაშიც კარგია, რომ ესე იყოს. ვინ რა დაიწყო, ხანდახან მნიშვნელობას უკვე კარგავს. რაც მნიშვნელოვანია, რა შეიძლება გაკეთდეს პრაგმატულად ეხლა, რომ გავაკეთოთ მეტი. Просто ვიყოთ უფრო ეფექტურები, ეხლა რა ვიცი, მოლაპარაკების წარმოებას და მედიაციას და სტრატეგიულ კომუნიკაციას ასე შემდეგ ვასწავლით და ვასწავლი ამდენ ადამიანს და ერთი მნიშვნელოვანი რაღაც არის, მოლაპარაკების წარმოება 3 ფილარია, 3 საყრდენია ხოლმე რა. ყველაზე კარგი ეფექტური მოსახერხებელი არის, როცა ინტერესებით შეგიძლია, რომ რაღაც საერთო ინტერესები ნახო, რაღაცა გამაერთიანებელი ნახო და იმ გამაერთიანებლით შეაკავშირო განსხვავებული ადამიანები. არ მომბეზდება, სულ გავიმეორებ, რომ ძალა ერთობაშია, რომ გვიწერია იქ. ტყუილად არ გვიწერია. ოღონდ კარგი იქნებოდა, რომ ესე გვესწავლებინა ბავშვებისთვის და ჩვენც ესე გავიგო, რომ ძალა განსხვავებული ადამიანების ერთობაშია, რომლებიც რაღაცას და თანხმდებით, რაზე თანხმდებით, ეს რო ვერ გადაგვიწყვეტია. ყველაფერმა რო დაკარგა აზრი, იქ აბსოლუტური მართლა რაღაც იმაში მგონია თავი, რაღაც შევარდნაძის ეპოქა, რას ლაპარაკობთ, იმის წინა ეპოქაში ისეთი რაღაცებს აკეთებს დღევანდელი მთავრობა. ოპოზიცია, რომელიც მეორე მხარეს აბსოლუტურად თავი დისკრედიტირებული ხალხი, რომელიც გამოდის ბრძოლობს, უნდა რა, ევროპა კიდევ ერთხელ ვიძახი, ცრუღმერთია, ევროპას რო ვიძახი, რატო ვიძახი ცრუღმერთს, რომ იმ ხალხს რა უნდა, კარგი განათლება უნდა, ინტეგრირება უნდა ხალხში, ასე შემდეგ, ეს არის ევროპა, ხო, ეგ გვინდა. ახლა ეს ყველაფერი რო გვინდა და იქით ხრიდან, აქეთ ხრიდან ევროპა აქციეს საფრთხობელად, აქეთ ეს რუსეთი არის საფრთხობელად ქცეული, ერთი მხარე მეორეს აშინებს ომით, არც თუ უსაფუძვლოდ, მეორე მხარე იქით აშინებს, მოკლედ. გაბრაზდი და გადავანგრიოთ და ნახეთ, სულ ამას ვამბობ ხოლმე, არ უნდა გადაანგრიო მეზობელი, საბოლოო ჯამში ის მეზობელი თუ არაპირებს და არაპირებს არც რუსეთი არც წასვლას და არც შენ. არ უნდა გადაანგრიო ის შენი მეგობარი, რომელიც სიტყვაზე ვიძახი, შენ ყოველდღე მიტინგზე გახარ და ის ფიქრობს, რომ რავი, მოცნება მართალია, რომ ომი არ გვინდა და რაღაცას ანუ არ უნდა გადაანგრიო. დავფიქრდეთ, ხო ჩვენ სულ ამას ვამბობ ხოლმე რა. ქართულ ოცნებას კი ნოვებრძოლეთ, ქართულ შიშებს ვებრძოლოთ. ეს ქართული შიშები მარტო ოცნების მხარდან ჭერ თუ რაღაც იმ ადამიანებში არ არის, ვინც მიტინგზე არ არის თუ ასე შემდეგ. და ვინც ოპოზიციაში ეხლა ძალიან ის გახდა რა, მოკლედ, ანუ საერთოდ გირჩევთ რომ ეს ფრეიმები, ეს კოცინაცი, ოპოზიცია, ეს რუსეთი, ეს საერთოდ გადავყაროთ, იმიტომ რომ არსებობს
მართლა ჭეშმარიტი ღირებულებები. და ჩვენ თუ გინდა რამე გავაკეთოთ მართლა, ჩვენ უნდა იმაზე ვიფიქროთ, ბავშვებს რას ვასწავლით. ანუ ჩვენ თუ მართლა გვინდა ევროპის შექმნა, ევროპა რეზოლუციით და ასე შემდეგ არ იქნება. ევროპაში შესვლა ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით ჩვენთან საქართველოში გარკვეული ესეთი კონსტიტუცია იმისა, თუ რა გვინდა რომ ისწავლონ ჩვენმა შვილებმა, რა გვინდა, რა პრინციპები გვინდა. არა საგნები რა ისწავლონ, არამედ როგორი მსოფლმხედველობით იცხოვრონ. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩვენ თუ ვასწავლით ზედმეტად და სულ ასევშვებით ტრავმას ჩვენ ვიღებთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან შემდეგ გაწყობილები იმისთვის, რომ საერთოდ საუბარი ქონდათ ერთმანეთთან, რაღაც საუბრით გადაწყვიტონ და პირდაპირ მიდის ხოლმე ძალის თემები და ძალიან ხშირად ხდება რაღაც რომ იმას როგორ დაველაპარაკო. საბოლოო ჯამში სულ მაგას ვიძახი რა, სულ რომ ნატოს Iron Dome-ი დაგვადგან თავზე, რაღაცა ეტაპის მერე იქ სალაპარაკო იქნება. იმ ჩtildeოთ მეზობელთან სალაპარაკო იქნება. ჩtildeოთ მეზობელს თავი დავანებოთ, აფხაზებთან სალაპარაკო იქნება, უსებთან სალაპარაკო იქნება და ასე შემდეგ. და ჩვენ თუ თავს მოვიტყვევთ და ვიტყვით, რომ არა, ეს არის მხოლოდ რუსეთი და რუსეთის მიერ რაღაც ტერიტორიები, ძალიან გთხოვთ რა. ერთი ვინმე ხმა ამოიღო მართლა და იმ აფხაზეთის იმ თემებზე ხა იქ რაც ხდება, რომ არ აწერდნენ საინსტიტუციო ხელშეკრულებას ხელს რაღაც. აი, ვინმე თქვა, რომ ყოჩახ თქვენ, რომ რუსებთან და ხოლმე ეს მომენტი არ გინდათ რომ იქ რაღაცა რუსები, აი თქვენ თვითყოფადი რაღაცეები გაქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ხვალ გამოსავლის ძიებაზე როცა ვიდგება საქმე, ეგ არის გამოსავალი. დავავიწყოთ რა, იქნებ ბავშვებს. ანუ რა თაობა არ ვასწავლოთ ისტორია სკოლაში. ვასწავლოთ აი უნივერსიტეტში სწავლონ, ან ბოლო კლასებში იყოს რაღაცეები, ვისაც ამ კუთხით აქვს. და საერთოდ თავიდან ბოლომდე აი არასწორად არის ჩვენ განათლების სისტემა. ჩვენ განათლების სისტემა არის შემდეგი, რომ ბრძენი ბიძია ბაბუები დაჯდნენ, მოიფიქრეს რა არის რაღაცა რა მოიფიქრეს და ერთად თავი მოუყარეს რაც კაცობრიობას ადამიანებს უკეთებიათ ბევრი საუკუნის განმავლობაში აი ეს ჩათხარეს 12 წელიწადში და ახლა ჩვენ ესენი უნდა ვიზეპიროთ ვისწავლოთ ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე გიქვირთ რატომ მოდის ესეთ თაობა რომელიც ამას ვერ იღებს იმიტომ რომ ვერ იღებს რომ მივედით უკვე იმ დონემდე რომ ის ისე დაგროვდა ის უამრავი რაღაც კონკრეტული ცოდნა თუ ასე შემდეგ რომ უკვე მნიშვნელობა დაკარგა და რელევანტურობა დაკარგა ნუ აი მე ჩემ დროს კიდე მასწავლიდნენ ბავშვობაში ნატურა როგორ იმთება რომ ცოდნოდა რომ იქის წდენი მოდის ის მოდის ფიზიკა ასე შემდეგ მაგრამ დღეს მეცხელი ჩავიქნიე ხო ხა iPhone როგორ არის მოწყობილი აღარ ვიცი უკვე რა ვიცი და ახლოებით რაღაც მიკროპროცესორი ის რაღაცები მაგრამ ანუ რაღაც იმის იქით ვეღარ ხვდები და ამის სწავლაც ხანდახან არ არის აუცილებელი. მოდი iPhone-ი როგორ არის მოწყობილი, ისწავლონ ადამიანებმა, რომლებსაც უყვართ ხო ტექნიკა და შემდგომ iPhone-ები უნდათ რომ ააწყონ, ან ახალი კიდე რაღაცები მოიფიქრონ. ეხლა ნახეთ, ანუ საითკენ მივდივართ, თუ ჩვენ რეალურად უნდა გადავაწყოთ განათლების სისტემა იქითკენ, რომ განათლების სისტემა იხმარებოდეს ბავშვებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი და არ იგზნონ თავი რაღაც არსებებად, რომელიც ვერ ჯდებიან რაღაცა სტანდარტებში და მე ეს საოცარი კიდე ზევით მშობლების მხრიდან ის მომენტი რომ აი ხა შენ ხუთოს ეს უნდა იყოს ყველაზე კარგი უნდა იყოს არა თავიდან ბოლომდე არასწორია ზედმეტად სტრესავთ ჩვენ თავს ბავშვებს სტრესავთ იქით იყოს მე ყველაზე საშინელ საზოგადოებას ვიღებთ საბოლოო ჯამში გაუნათლებელს და ადამიანებს რომლებსაც საკუთარ დაკარგული აქვთ რწმენა საერთოდ ყველაფრის იმიტომ რომ იმის მაგივრად რომ თავის დროზე სადღაც 8 9 10 წლის ასაკში როცა ნელ-ნელა ფიქრობენ ნახულობენ მოსწონთ რაღაცეები ურთიერთობას იწყებენ განსხვავებულ წრეებთან, არა მარტო მშობლები და ასე შემდეგ უკვე, ხო? ეს სკოლა დააც. ეს სკოლა გადაიქცევათ და არის თუ არა, როგორ ფიქრობთ? მითხარით. აი, ჩემი დიშვილი პირველ კლასში მივიდა, ეხლა არის ეს სკოლა, რომელიც სკოლაც კარგად მოძებნის, ელენიკო. რას ფიქრობს, როგორ ფიქრობს, რა გამოსდის, რა არ გამოსდის. და შეეცდება რომ ეს წლები მხოლოდ და მხოლოდ იმის ტრიალში კი არ გაატაროს, რომ აი ამ ბავშვს ეს კარგად გამოსდის, ეს არ გამოსდის, კარგად და ესე გავიდეს 12 წელი და ესე ამას გამოსდის, არ გამოსდის, მაგრამ 12. არა. არამედ იქნება და ჩვენ შევძლოთ გარკვეული მოდიფიცირებული პროგრამები, გარკვეული სხვადასხვა როგორც ეს წესით დარიგით გარკვეული ექსპერიმენტულ თუ ისეთ კერძო თუ ასე შემდეგ დონეზე ხდება კიდეც ხოლმე, მაგრამ ჩვენ სხვა რაღაცებზე უნდა ვფიქრდეთ. აქ საგნების მორგებაზე არ არის იმის და მიხედვით თუ ბავშვს რა ნიჭიან, რა ინტერესი აქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენ ბავშვებს ვასწავლოთ, რომ ყოველთვის პოზიციის დაფიქსირება არ არის აუცილებელი პირველ რიგში.
ბევრი რაღაც ვასწავლოთ, მაგრამ პირველ რიგში ის რომ მაგალითად გულწრფელობა ვასწავლოთ და უთხრათ რომ სიკეთის გამო გულწრფელობის გადადება, მათ შორის აი თუნდაც ეს ზრდილობის გამო, არა რა, გულწრფელი იყავი, რა თქმა უნდა შეეცადო რომ მეოთხე მხარე ზიანი არ მიაყენო, მაგრამ ეს ზიანი რას ნიშნავს? ანუ შენ თუ გულახდილად და გულწრფელად აკეთებ და შენს პოზიციას გამოხატავ ამით და რაღაც თავში ჩაქუჩს არ უტყავ რაღაცას პირობითად, ხო, ეს შენი პოზიციაა. როგორ იმოქმედებს ეს შენი გაკეთებული რაღაც მეორე ადამიანზე, აი მან თუ მივდივართ და ბავშვებს მაგას ვეუბნებით, აი თურმე საიდან იქნება ყველა ის ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც მე დადიან მე და ფსიქოლოგებთან ცდილობენ რომ ანუ ის გაეკეთონ რაღაცა მოძებნონ რა, საიდან წამოვიდა და თავისთავად იმას ქნან. იმიტომ რომ რატომ? ჩვენ თავიდან ესე არის, მაგრამ ესე არ არის. ვეუბნებით, ერთი ძველი კარიკატურა იყო ძალიან ცნობილი, დედა და ბავშვი არიან და მეზობელმა გააღებს და დედაჩემს არ უყვარხართ ეს პატარა ბავშვი ეუბნება და დედა შეშფოთებული უცბად რეპლიკას ამატებს, რომ უკაცრავად ქალბატონო ჩვენ ჯერ ბავშვისთვის ტყუილი არ გვისწავლებიაო. ხო, ანუ აი თავაზიანობა ამ შემთხვევაში ტყუილთან არის მართლა. ანუ ხანდახან არ არის საჭირო ეს თავაზიანობა. ხანდახან გულახდილი პირდაპირ საუბრების თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა და ამის იქით ბავშვებისთვისაც სალაპარაკოა ის რომ ისინიც მათ რაც მოსწონთ რაც მათი არ არის ან დავეხმაროთ იცით ბავშვებს მე ჩემის აზრით უფრო ესეთი გურუს ტიპი ესეთი ადამიანები სჭირდებათ ვისთანაც ისინი საკუთარ რაღაცებზე ისაუბრებენ და არა მხოლოდ იმ რეჟიმში იქნებიან რომ 12 წელი ახლა უნდა აპლოუდი გაუკეთოთ მათ თავში 1000 რაღაცას მათ შორის უამრავ ტრაუმას და მე ველოდოთ როდის იქნებიან ისინი ბედნიერები და როდის დაამყარებენ უკეთესად როდის გაიმარჯვებენ ბოროტებას აქვდებთ ჩვენ თვითონ დებთ თავში როდესაც თავის დროზე გულწრფელობის მაგივრად ხანდახან ზედმეტად სიკეთე იმას გვიშრება გადაგწონის ხოლმე ხანდახან ეს გულწრფელობა საერთოდ კრიტიკოზი სადაც გაბოროტებული ადამიანები მე ისეთ ბოროტებაზე ემაშვებიან და აგერ დატრაუმირებული გაბოროტებული არა როგორ გითხრათ ანუ ემპათია დაკარგული ადამიანები და ემპათია რო განახევრდა ეგ კვლევები ნახეთ და ბევრი რაღაც გამო განახევრდა პირველ რიგში ერთ-ერთი თემა ის არის რომ აი ეს მე ანუ რატო ვართ ეს როგორ ისტორიებსაც ვკითხულობთ როგორ წარმოგვიდგენია სამყარო ისეთები ვართ და იმის გამო რომ ინფორმაციულად ბოლო 30 თუ რამდენი წლის განმავლობაში უკვე ინფორმაციულად უამრავი რაღაც გავიგეთ სამყაროში რა ხდება და წამოვიდა ეს ყველაფერი ხო ჩვენც გავიჭედეთ მაგრამ აი ნუ გეშინიათ რატო ვიძახი რომ გულახდილად რატო არის ეს მნიშვნელოვანი ეს წამოსვლა აი როგორც აი ფსიქოლოგიურად აი ტრავმები რო წამოვა და ნუ ჯობია რომ არ შეაკავო ეს ტრავმა და ჯობია რომ იმ წამს რასაც ემოცია უფრო სწორედ და ეს ემოცია არ ჩახშო და ნუ აი რასაც განიცდის გამოხატო, ხო? ძალიან ძნელია თავი მოიკატუნო. აი არ ხარ ახალ წელს რაღაც კონკრეტულ ხასიათზე, ნუ აი ჯობია რომ ძალით არქნა, რომ აი ახლა პირველია, ახლა ეს არ ჯობია გააკეთო თუნდაც იმ ცოტა ხანი რაღაცა რაც იმ წამს ფიქრობ რომ ესეთი მოწყენილი ხარ მოწყენილი ყავ ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ჩვენ რომ ესე მივაჩვევთ თავ და ამას ვასწავლით ბავშვებს ნაცვლად რაღაცა კონკრეტული იმების სწავლისა რა ვქო ტრავმის თარიღების და ტრავმები როგორ მოდიოდნენ ხოცავდნენ მივდიოდნენ და ასე შემდეგ ანუ კიდევ ერთხელ ვიზარ ხალხო დაუკვირდეთ რანაირად გვინდა რაღაცა საზოგადოება რომლის რაღაც იდეალური ფორმებამდე კი გვაქვს წარმოდგენა ესეთი უნდა იყოს ესეთი მაგრამ რანაირად გინდა მივიდეთ იქამდე როდესაც ადამიანებს ერთმანეთის რწმენა არ აქვს და მარტო დამყოფი ფრეიმებით და ჩვენ იმის წინააღმდეგ ეს ამის აი არავის წინააღმდეგ არ უნდა გავერთიანდეთ თუ კი ჩვენ გავერთიანდებით კარგი იდეების გაშემო აქ შიგნით მე ვიღაცების წინააღმდეგ გაერთიანებას მნიშვნელობა და აზრია კარგება და აი ეს გაერთიანებული ხალხი შევძლებთ მე იმას ეს არ არის არც უტოპია და არც არაფერი. მართლა თუ გინდათ იმ აფხაზეთთან ურთიერთობის მოგვარებას, იმ ოსებთანაც ურთიერთობის მოგვარება. და რა თქმა უნდა იმ რუსეთთანაც რაღაც დამაბალანსებელი რაღაცა ბერკეტების ქონა. მაშინ გაბუტული ბავშვის პოზიციიდან უნდა გადავიდეთ გაზრდილი ბავშვის პოზიციაზე, რომელმაც იცის რომ 1000 რაღაცეები ხდება, საშინელი ტკივილები არის მიყენებული აქ იქით მხარეს, რა თქმა უნდა, იქიდან ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ის რუსეთი დიდი იყო და ამიტომ ძალიან ისე გვექცეოდა ჩვენ ამ პატარა გაუგონარ ბავშვს თითქოს ესე აქეთ-იქით და ძალიანაც დავისაჯეთ უამრავი რაღაც, მაგრამ ასევე დავისაჯეთ ჩვენ ისტორიაში უამრავი რამის გამო, ასევე რა ვიცი, ჩვენ თავზე გადადიოდნენ და გადმოდიოდნენ, ვისაც შეეძლო და არ ეზარებოდა. და ჩვენ კი ვიცავდით, ჩვენ თავს ვიცავდით, მაგრამ და რაღაცები გქონდა. ნახე, აი ეს ენა მამული სარწმუნოება ეს იყო. მაგრამ ეხლა ეს ენა მამული სარწმუნოება არ დადგა დრო, რომ იმას ვქნათ რაღაცა ახლებურად ჩამოვაყალიბოთ, რომ ბევრი ადამიანი მოგვივიდეს. ხო, ანუ მაშინ ეს იყო კი ნამდვილად ენა მამული სარწმუნოება. ეხაც რომ იგივე პოსტულატები აიღო თქვენ ეს იგივეა, რომ
რა ვიცი როგორ გითხრათ, ანუ არ უნდა აიღოთ რაღაცა არქაული ენით დაწერილი. არქაული არ არის ეს, მაგრამ აი ჯენზის თვალით რო შეხედოთ, ან თუნდაც ამ ადამიანების თვალით, რომელიც კი მოკლედ არ არიან დიდად არც რელიგიურები, არც ასე შემდეგ და მით უმეტეს მათ თავზე დაინსტალირებულია გარკვეული პროგრამები, სადაც კი სიტყვა სარწმუნოება, ეკლესია, რაღაცეები იქ ავტომატურად ძალიან ნეგატიური ის უჩნდებათ, ნეტარის გამო ეგეც კიდევ ბევრი რაღაცეების გამო იქიდან აქედან გაკეთებული სხვადასხვა განცხადებების და საერთოდ უამრავი პრობლემა ამიტომ ხდება მათ შორის საზოგადოებაში და პოლიტიკაში ხო რა თქმა უნდა, რომ პოლიტიკოსები და ადამიანები საუბრებს გადაეჩვნენ და პოსტების წერა დაიწყეს. პოლიტიკოსებმა პოლიტიკოსების საქმე მეტი რა, საუბარი. ამას შეეშვნენ და დაიწყეს განცხადებების კეთება და ერთ კოალიციებს და ანუ კარგია კოალიციები, ყველაფერი კარგია, მაგრამ განცხადებებით საუბარი არ არის კარგი. საუბრები არის კარგი. თუ ღია საუბრები იქნება, თად უკეთესი. ეს არის, თად უკეთესი კი არა, ეგრე უნდა იყოს და ეგ არის საზოგადოებაში ღია საუბრები, ტრავმების არ გაქცევა. ესე მივდივართ რაღაცეებამდე და ესე მივდივართ მაგალითად თუნდაც აი ახალი სკოლების იდეებამდე. რა გვინდა რომ ვასწავლოთ? და ამის გარშემო არ ვიცი მე რა ფრეიმი უნდა მითხრათ, რა კოცინაცი რა რომ ვიღაცას თავის შვილისთვის ის არ კონდეს, რა ვიცი, რა, თუნდაც იმ რუს, ამასთანავე კი არა, რამდენიმე კვირის წინ იმას ვეკამათე. თამარას ჩარგორეიშვილს სულ დაბნეული ბერიკაცი მეძახა იმაზე. თამარ ჩარგორეიშვილს ხალხი ძალიან მიყვარს, არაერთხელ მივხვდოთ იმის, რომ დაბნეული ბერიკაცად მოვიხსენია ბოლოს. დაბნეული ბერიკაცი კი არ ვარ. შეიძლება ეგეც ვარ. მაგრამ ვეძებ ამ ჭეშმარიტებას არა ცრუ ალიანსებში მაპატიო, ძალიან მიყვარს მე და მაგ-მხარეზე ვიყავის, მაგრამ რა ვიცი მე რა, არა, ცრუ ალიანსია ჩემთვის. ამერიკელი ხალხი, ქართველი ხალხის გვერდი დგას. უცენზურად ვიტყვი რა, მაგრაყლეზე კიდია ამერიკელს. და ვაფშეაზე არ არის ქართველი ხალხი სადგას და ძალიან დიდი ხანი არ დააინტერესებს კიდე. აი ეგ არის სიმართლე. და რახან ესე აი რუს ხალხს უფრო შეიძლება აინტერესებდეს. ეგეც სიმართლე, გულახდია საქართველოსთან და ვიდრე ამერიკელ ხალხს რა აინტერესებს. გასაგებია რომ ამერიკას გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვნად ამაინტერესებს და ჩვენს გვაინტერესებს და ასე შემდეგ, მაგრამ კარგით რა ამ სიყალბეს თავი დავანებოთ. ხო, თამარას თემა ვახსენე. ძალიან მნიშვნელოვანი, ძალიან კარგია. ნახეთ, აი ფედერალისტები მაგალითად ძალიან კარგი პლატფორმაა ჩემზე, სწორად ფიქრობენ იმაზე, პოლიტიკურად როგორ უნდა რა ვიცი მე და აშენდეს რაღაცეები, ქვევიდან ზევით წამოსული თემები, იდეები, არა ვიღაცა დანიშნული რაღაცა გაუგებარი რაღაც კოორდინატორი ტიპები, ამით მართლა იდეურად ადამიანები, ვისაც რა ვიცი მე, როგორ შეიძლება პარტიაში ვიღაც ყავდეს, ვისაც ერთხელ ზუმ-ქოლით მაინც რაღაც არ ვიცი. მოკლედ, კარგია ეს თემები, მაგრამ აქაც ნუ მივაწვევით იმას, რომ ვინ ჩვენთან, ანუ მე სულ ამას ლაპარაკობ, რა, Russians love their children too. აი ესეთი თუნდა ყველაზე უფრო ძნელი პოსტულატი უნდა აიღოთ, რომელიც ძალიან წარმოუდგენლად გეჩველებათ, რომ როგორ რუსებსაც თავის ბავშვები უყვართ კი, მაგრამ ეს რუსები ხო ესე ხოცავენ. მოკლედ, ბევრი რაღაცები შეიძლება ილაპარაკოთ, მაგრამ თქვენ ნუ კიდევ ერთხელ ვიძახი, პოლიტიკოსების განცხადებები და პოლიტიკოსები ნუ წარმოგიდგენიათ რუსეთად. და მე ამწონს რუსეთის ადვოკატი გამოდივარ, ესე გამოდის, მაგრამ ერთადერთი მიზეზის გამო გამოდივარ ეს რუსეთის და მინდა ეს გავაკეთო ამ წამს, რომ დაგანახოთ, რომ ეს ამათანაც კი ყველაზე უფრო მეტად საბოლოო ჯამში მაინც ეფექტური არის ინტერესების თემა. აი წეღარ მოლაპარაკებს ამბები რო ვახსენე, იქ როგორ არის? იქ არის ეტაპი, როცა ძალის დემონსტრირებაზე მიდიხარ. ეს ახლა მოდი დავანახოთ ევროპას, მოდი დავანახოთ მთავრობას და ეს ამბები, ეს იყო ძალის დემონსტრირება. ძალის დემონსტრირება მნიშვნელოვანია და აუცილებელია ხოლმე ხანდახან, რომ ამის მერე ადამიანი მიიყვანო მოლაპარაკების მაგიდასთან. ანუ ბოლო მაინც მოლაპარაკება. ამით შენ აჩვენებ რაღაცას. ახლა აი შენ თუ გონი რომ ამით აჩვენებ და მე ისინი წავლენ, ეს ცოტა ისეთი მაგალითი იყო რა. აი კიდევ ერთხელ ვიძახი ისტორიას რომ არასწორად წავლოთ, მაგის მაგალითი იყო რა. ინტერესები ხო არის ერთი საყრდენი. მეორე არის უფლებების თემა, ანუ კანონში ვჯდებით, არ ვჯდებით რაღაც ჩვენი გამოხატულებით და ასე შემდეგ. მესამე არის ეს ძალის თემა, კიდევ ერთხელ ვიძახი. გამოხატეთ ძალა, დავანახეთ, ვაჩვენეთ უფლებრივად სამართლად ბევრი რაღაცა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი. ინტერესებზე არავის არ უფიქრია და ეგაა საბოლოო ჯამში რომ თუნდაც იმ ადამიანთან ვიღაცასთან ვინც გუშინ მართლა ოცნებას მისცა ხმა? რატომ მისცა იმ ოცნებას ხმა? რაში შებიქონდა და რას ფიქრობს იმასაც ბავშვები არ უყვარს? მასში უნდა გაიზარდონ ტომსკში სადღაც და იქ ისწავლონ რომელიღაც ტომსკის უმაღლეს რაღაც სკოლაში? არა, ხო? არა, უნდა რაღაცა. მაგრამ კარგად აი ეს არის ქართული აპატიეთ და მატრაკვეცობა და კოხტაპრუწობა, რომ არ ვიცით ზუსტად რა გვინდა და რა ჩვენ ევროპული ღირებულებები გააჩერეთ და გარშემო კითხეთ იქ ადამიანებს, აბა ჩამომითვალონ ეს ადამიანის უფლებები, თუნდაც ჩამოაყალიბონ ერთი ავიცი, ამდენმა ადამიანმა იცის 10-15-მა 20-მა იცის ბევრმა, მაგრამ იმ წამს შეკრებილმა იდეა იცის, იდეა ევროპა კარგია, სიკეთეა, ხო და ჩავშალოთ ახლა ეს
სიტყვა ევროპა, იმიტომ რომ ეგ არის მოგონილი რაღაც შეკოწიწებული თემა, ძალიან კარგად ვიცით ვინც და როგორ რაღაცნაირად გაკეთებული, იმ კუთხით რომ ეს იყოს გამაერთიანებელი, რომ ჩვენ ერთად გვინდა რაღაც სიკეთე. და ისე აღმოჩნდა რომ სამწუხაროდ რომ ეს გამაერთიანებელი ფრეიმი ხანდახან გამოყენებული იქნა პირდაპირ დასაყოფად რა. ახლა ევროპა ეს უკვე ჩვენი ბრალი აღარ არის. იმის გამო რომ თვითონ ევროპა გადაიქცა რაღაც ანტირუსულ ალიანსად, ეგრე გამოვიდა, ხო? ახლა ისინიც ხან ამას გლობალური ომის პარტია, ხან რას ეძახიან, აღარ იციან რა იმას ქნან რა თავრობაზე მაქვს ლაპარაკი. ახლა კიდევ ერთხელ რა ხდება? ამ ფრეიმებში თუ ვიფიქრეთ თავრობა, ისა, ევროპა, ნატო, კარგია, აგერ პოლიტიკოსებს მეტ საქმე არ აქვს, მარტო მაგებს აპარაკობენ და გახსენებენ ძველ ტრავმებს და იმებს და იმის იმედით არიან, რომ ახალი ალიანსები იქნება, ის ალიანსი, რომელიც ყველაზე უფრო მეტად მაგარი იქნება და აღარ განმეორდება ის შეცდომები და ის ძველი ისინი აღარ იქნება, როგორც იყო სულ ყოველთვის ასეულობით და ათასეულობით წლის განმავლობაში. აქვთ ეს იმედი, ესე, მაგრამ აღარ ვარ დღეს იმ სამყაროში, როცა კედლები დაგვიცავს, მაგას ვამბობ, არ ვიცი მე ვარ ესე თვითონ მითხარით, არ გვიცავს დღეს და ვერ იცავს. ყველაზე უფრო წამყვან ქვეყანასაც, როგორც არის ისრაელი საკუთარი თავდაცვის კუთხით და ყოჩაღ ზუსტად ებრაელებს რომ ძალიან ფეხებზე აქვს დაკიდებული ძალიან ხშირად ბევრი რაღაცეები, აქეთ-იქით რაღაცა ჰააგა, სასამართლო ისინი ესენი ასე შემდეგ, თავისას აწვევიან. თუმცა იქაც ახლა თავისას აწვევიან რა, ამ თავისასწრებათ რა გააკეთეს ნახეთ, მით თავისი თავდაცვით ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორი ასე შემდეგ და ასე შემდეგ თავის თავდაცვით. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან ბევრი ბოროტება ჩაიდინა, ხო? ახლა ბოროტებას რას ვეძახი მე, ხა ის ომი ბოროტება. დამთავრდა უკვე. იქ მოდი რა, ნუღა დაადანაშაულებ შენ კონკრეტულ ადამიანებს იქ რომლებიც რაღაცეებს შრებიან, იმიტომ რომ ჩათრეულები არიან ამ პროგრამაში. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიძახი ეს ისეთი აზროვნება განსაკუთრებით მემარცხენე ისეთ ბაბლს მიმართა, რომელიც ამ ბოლო პერიოდში აქტიურად მაიგნორებს. უამრავ ჩემ მეგობრებს უმრავლესობა სოციალურ ქსელებში მანდედან იყო და მერე აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები არიან, რომლებიც უყურებენ რაღაცებს, მაგრამ სამწუხაროდ გულახდილად საუბარი ამაზე არ უნდათ, იმიტომ რომ იციან რომ მივალთ იქამდე რომ საბოლოო ჯამში ყველასთან სალაპარაკოა, საბოლოო ჯამში რადიკალური აზროვნება ძალიან ცუდია, ჩარეცხე გაბრაზდი ასე შემდეგ, ცუდი მესიჯებია, მოდი გავერთიანდეთ და მოდი ვიფიქროთ ერთად რა სკოლა ავაშენოთ, რომ ჩვენი შვილები იქ რომ მივლენ, აღარ გამოვიდნენ ხვალინდელი სააკაშვილები თუნდაც, რა ვიცი მე ივანიშვილები და ასე შემდეგ. ნუღა გამოვლენ ადამიანები, რომლებიც შეეცდებიან, რომ დანარჩენი ადამიანები რაღაცა, რა ვიცი მე манипуляციით თუ ასე შემდეგ იმას ქნან და რავი ეხლა მარტო სააკაშვილი და ივანიშვილი და კობახიძე თუ რა ვიცი მე ესე არა უამრავი ყველას ჩამოთვლა შეიძლება. ანუ ბოროტი ადამიანი, კეთილი ადამიანი ეგრე ძალიან ძნელი დასაყოფია. აქ არის თავში ამ ადამიანებს შორის, ამ ადამიანების თავებში სიკეთე და ბოროტება. ვიღაცაში ძალიან ბევრი და ძალიან ცუდი და ასე შემდეგ და ზუსტად მე გულის წყრომა აქვს ხომ ამდენი გამიკეთებია და მე რატო არ ჯერა და აღარ უნდა ხალხს და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მონანიება არ ყოფილა. და ახლა აქეთ ხარეს ოპოზიციურ ხარეს დადგნენ პარტიები და ასე შემდეგ, რომელსაც და ადამიანები, რომელსაც ეს პასუხისგებლობის აღების თემა და მონანიების თემა გამლილი არ ქონიათ, მე აღმოჩნდნენ, რომ რა ვიცი, დღევანდელ ოპოზიციაში რეალურად გარკვეული ის ნაწილიც იყო, რომლებსაც მე თითებს იშვერდნენ ყველანი ოცნებიდან, აი ნაცები, ეს გინდათ, ომი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ნახეთ, ისევ და ისევ ეს არ დამთავრდებოდა, კიდევ უფრო გაღრმავს, სულ რო ხვალ კიდევ ერთხელ წავიდეს ეს რეჟიმი, ეს არ არის პრობლემა, არის დაყოფის თემა. თქვენ თუ ისევ გააგრძელებთ, თქვენ ნათესავს არ დაელაპარაკეთ, იმას არ დაელაპარაკეთ, მაგასთან ლაპარაკი როგორ შეიძლება, იმასთან როგორ შეიძლება. ყველასთან არის ასალაპარაკი, ანუ ლაპარაკი ზუსტად ეგ არის, რითიც ადამიანები ვახდენთ კომუნიკაციას. დანარჩენი ომების შემდეგ ეს არის ზუსტად ეს საკმაოდ უკვე მოძველებული და ის პრინციპები არსებობის, რომელიც რა ვიცი მე ადამიანები ვარ და homo sapiens და 30000 წელია ეს დნმ რაც გვაქვს, ეს გვაქვს. ანუ ვერ ვისწავლეთ რომ ამეებით ერთმანეთს ხოცავთ და ძალიან ცუდი რაღაცები ხდება რა. რაღაცის სახელით, ქრისტეს სახელით და აბრაამის სახელით და მუჰამედის სახელით და ევროპის სახელით და ეკლესიის სახელით. რა მნიშვნელობა აქვს რისის სახელით იძალადებ? და რა მნიშვნელობა რას იბაზრებ და რას ებრძვი? თუ კი ებრძვი ისეთივე მეთოდით, რასაც შენ აკრიტიკებდი 1 წლის წინ. გავითავისოთ, ავიღოთ ამის პასუხისგებლობა და შეგვეძლოს ამისი აღება და თქვა რომ ბოდიში. და მე ამას მოყვება იმ დანარჩენ ადამიანებთან ცოტა უფრო გახსნა საუბრების და ასე ხდება კომუნიკაცია და ერთად ვისაუბროთ, კიდევ ერთხელ ვიძახ, გამაერთიანებელ ფრეიმებზე. როგორ სკოლებს ვაკეთებთ მაგაზე ვისაუბროთ?
ამნეზია მოუწყოთ? აღარ ვასწავლოთ რაღაცები რაღაც ეტაპამდე? პორნოგრაფია არ ჩაუდოთ თავში? ბავშვებს, რომლებიც არიან უსაყვარლესები, უკეთილესები და მეერე ხდება რაღაც, მეერე მიდიან სკოლაში, მეერე ასე შემდეგ. ხელებიც ნუ დაგვიბანია, მოდი მართლა თუ ბავშვებზე არის. ლაპარაკი აი ის ადამიანები, ვინც რაღაც აი ოჯახურ ტრადიციულ ღირებულებებს და კაცი-კაცია, ქალი-ქალია და ის უკვე აი მასხარებად გადაქცეული ზოგიერთი თუ უმრავლესობა არა კიდე ამ ოცნების დეპუტატების რაღაცას ბოდუებში რომ აი დამაპირისპირებელ შუღლის ჩამგდება რაღაცებს რომ ბავშვი არ უნდა იყოს, კაცო გარეთ საზოგადოებაში არ უნდა, რა ვიცი მე, არ უნდა არსებობდეს და ყველა მტერი უნდა ეგონოს და ის უნდა ეგონოს და განსხვავებული მტერია? განსხვავებული მტერია წამოსული არის, აი გამოქვაბულებში რომ ცხოვრობდეთ, იქიდან აქეთკენ ცხოვრობდნენ ცოტა ქერა თეთრი ხალხი და მთის იქიდან რომ გადმოდიოდნენ, არ ვიცოდეთ ისინი ახლა მტერი მოყარა იყო, რას გვიზავდნენ, მოკკლავდნენ, მოგტყრავდნენ, რა იქნებოდა და არიქა ის განსხვავებული ფერიანი თუ სახისფერიანი უნდა მტრად აღვიქვ. აღარ გამოვედით მაგ გამოქვაბულებიდან 30000 წელი გავიდა და თუ გამოვედით და რაღაცა სხვადასხვა სიკეთის ბაბლებით და სიკეთის იმეებით, რა ქვია, დავდივართ ესე დროშებით, ძალიან ჯვაროსნული ლაშქრობები მახსენდება, სულ რაღაც მაკრიჟინით, მაშინ თქვა ცოტა ხანი ეს ფრიალი შევეშვათ, გადავიდეთ მოსმენის რეჟიმში, გადავიდეთ იმაზე ფიქრის რეჟიმში, რომ მართლა ბავშვებს რა ვასწავლოთ, როგორ ვასწავლოთ, აი ეს არის, ანუ ვინც აკონტროლებს სკოლებს, ის აკონტროლებს მომავალს ხალხს. და დღეს თუ არ დაიწყეთ, მე ხა 45 წლის ვარ, დღეს თუ არ დავიწყეთ ეს ამბავი, ძალიან დიდი სიამოვნებით. აი მართლა მინდა რომ რაღაც აი რადიკალურ რეფორმაზე არის საუბარი. ჯერ არ ნახულ შეიძლება რეფორმაზე არის საუბარი, საერთოდ ადამიანების ისტორიაში, იმიტომ რომ კი მართლა დასავიწყებელია რაღაცები. ამოსაღებია აბსოლუტურად, აი ძალიან ბევრი რაღაც. ოღონდ ამოსაღები დასაკენსელებლად ამოსაღები კი არა, თუ რამის დაკენსელება რას ვერ ვიტარ მაგ სიტყვას და მაგან გვიყვა ზუსტად ამ დაკენსელებამის დაყოფა და ასე შემდეგ. თუ კი რამე არის, მაშინ ეს არის ერთადერთი რა, დამყოფი ფრეიმები. სადღაც რაღაცები რაც ყოფს და რაც ქრისტიანს ხვალ პოტენციურად არაქრისტიან სხვა ვიღაცასთან რაღაც სიტყვით დააპირისპირებს. ანუ აი მაგიტომ ამეების იქით წასვლა არის საჭირო და გახსენება იმის რომ ხალხნო სულ რო რელიგიურ დონემდე წავიდეთ. დავანებოთ თავი ქვეყნებს გეოპოლიტიკას საზღვრებს, იმიტომ რომ ეს კიდევ ცალკე იმპერიების მის თემაა, მეტი არაფერი. თორე ადამიანების ცხოვრობა, ადამიანების ერთად თანაცხოვრება რაღაც პრინციპებზეა და ეს წესები, აი ეს წესები დაწერილია და არსებობს. ყველა რელიგიის საფუძველში ეს დევს. ქრისტიანობისაც, ბუდიზმისაც, ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ ეგ გვაქვს დავიწყებული და გადასული ვართ რიტუალებზე. გოზილაყი ჭამე, ბედობა, კაი ხასიათზე იყავი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ და სამყაროში ასეა რა. რაც არ უნდა კაი ფიქრები გქონდეს თავში, კაი ფიქრები თუ გინდა რომ რაღაცა მართლა დაგიბრუნოს სამყარო, კაი ფიქრებს უნდა მოაყოლო პატარ-პატარა ნაბიჯები მაინც რაღაცეები. გააკეთო რომ იმ სამყაროს გაუგზავნო ნიშანი, რომ ხო ეხა მე თან ამას ფიქრობ და თან აი ეს გავაკეთე რაღაც, ხო? აი ჩემ მაგალითი მომყავს ხოლმე ახლა ეს კამერა, რომელიც ეხა ამ წავს მიიღებს, ხო? აი ეს რო ვიყიდეთ თვალახევრის წინ სანამ ჩამოვიდე, სანამ რაღაც, ხო მე სამყაროს უთხარი, აი ამის გაკეთება, აი ესე დაждდომა ლაპარაკი და ასე შემდეგ არ მეზარება, მინდა ამით ავიყოლიო ბევრი ადამიანები, არა იმიტომ რომ რაღაცა რამე შეიძლება ახალს ან რადიკალურს თუ ასე შემდეგ, უბრალოდ ძველ კარგად დავიწყებულ თემებზე ადამიანებთან ერთად აი პროვოცირება გაუწიო გარკვეული მუხტის მიცემას ფიქრის განსხვავებულად რაღაცების კეთების ცრუღმერთებისგან წასulis რაღაცა ნამდვილ ჭეშმარიტებამდე აი პატარა რაღაცა ნაბიჯი იყო ჩემ მხრიდან თქვა ამ შემთხვევაში ამის ყიდვა რომ აი სამყაროს უნდა აი მე ამას ნამდვილად ვიყეს ნამდვილად მინდა და მე მართლა გემართება ხელი ბევრი რაღაცები ხდება მართლა ძალიან ანუ საოცრად კარგად მიდის საქმე და ბედნიერი ხარ. ეს იმაში გაიშვება, ამე არ გტკივა თუ ასე შემდეგ. ყველაფერიც არის, მაგრამ ბედნიერი ხარ და გჯერა შენი თავის. და აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომ ის იპოვო ის კონკრეტული გზა, რომელიც შენი გზა არის. იქითკენ წახვიდე, იქითკენ წაიყვანო და თან გარშემო ადამიანებს შენი სიმართლით და სიკეთით მაგალითი მისცე. ესე უნდა მივცეთ, აქ ლიდერობა აღარ არის, ხახნო, დავანებოთ, აღარ იქნება, აღარ გვინდა და ძალიან დიდი მადლობა, რომ ლიდერების, აი ესეთი ლიდერების, აი ეს ქარიზმატული მიშა გამოვარდა, გადადექი, ეს რაღაცა, აი ეს სტალინი, აი რაღაცა ეს სიგიჟეები, ეს რაღაცა ბოდვები დავანებოთ ამას თავი. დღეს არის დრო, როდესაც აი ბლოკჩეინის პრინციპი გაიხსენეთ რა, უბრალოდ ძალიან ჩაულებრივ ადამიანებმა უნდა გაიხსენონ ის რაც არის ძველი ჭეშმარიტი ღირებულებები, სიმართლე, სიკეთე, ადამიანური კავშირები, ამით ვეცადოთ რომ განათლებას, ანუ სკოლებზე ვიფიქროთ, უბრალოდ დავანებოთ თავი ყველაფერს თავი და ვთქვათ, ხახნო, ჩვენ ვართ აგერ ეს ტომი,
აქ ცხოვრობთ, აგერ ამ მთებს შორის და აქ ბავშვები იზრდებიან რა და ამ ბავშვებს აბა რას ვასწავლით, მაგაზე ვილაპარაკოთ. დავანებოთ თავი ცოტა ხანი გეოპოლიტიკას, ვიფიქროთ იმაზე, ხვალ როგორ გეოპოლიტიკაში გვინდა რომ ამ ბავშვებმა იცხოვრონ.